მონაცემებს, ასეთივე პროგნოზი აქვს და სოფლის მეურნეობაში დიდი წილი სუბსიდირების და ფინანსების წავა საცავების შექმნაში, რათა სეზონურობა აღმოიფხვრას ამ ბაზარზე. რაც შეეხება ბონდებს, ფულის დაბანდებას ამ ინსტრუმენტში თქვენ ვერ შეძლებთ, ეს ბირჟებზე ინვესტორების პრეროგატივია, თუმცა ფულის შეტანა დღეიდან შეგეძლებათ საკრედიტო კავშირში. ეს ინსტრუმენტი ბაზარზე ახალ კომპანიას პირველ საკრედიტო კავშირში შემოაქვს. დეტალებზე ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი ვნახოთ, როგორ მუშაობს ხუცუბანში მსგავსი ფორმატით საპაიო ფონდი, რომელიც სხვა 400-მდე ფონდთან ერთად მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით რამდენიმე წლის წინ შეიქმნა, თუმცა მათგან დღეს 10-ოდეღა შემორჩა. მაგული ჯინჭარაძის მაღაზია სოფელ ხუცუბანში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინოა. ბიზნესი წლების წინ 4 კვადრატული მეტრი ფართის ჯიხურით დაიწყო და ახლა უკვე 10-ჯერ უფრო დიდია. ფულს განვითარებისთვის ყველა ეტაპზე ხუცუბნის საკრედიტო კავშირიდან იღებდა, რომელიც 14 წლის წინ მეზობლებმა 300 ლარიანი კაპიტალით დააფუძნეს. 98 წლიდან ამ კავშირის წევრი ვარ. პირველად რომ გაიხსნა ხუცუბანში ხუცუბნის საკრედიტო კავშირი, ძალიან დამაინტერესა უბრალოდ. მივედი და გავეცანი თუ როგორი სიტუაცია იყო, რა პირობებს გვთავაზობდა. ძალიან მომეწონა. დღემდე ვარ საკრედიტო კავშირის წევრიც ვარ, მომხმარებელიც. კავშირში ახალი წევრების მიღება მუდმივი პროცესია. ორგანიზაცია ამჟამად 750-ზე მეტ წევრს აერთიანებს და საკრედიტო თუ სადეპოზიტო მომსახურებასაც მხოლოდ მათ უწევს. იქ თითოეული მეპაია თანადამფუძნებელია და მართვაშიც მონაწილეობს. შესაბამისად, საკრედიტო სერვისი მათ მოთხოვნილებებზეა მორგებული. მიზანი არა მაღალი მოგების მიღება, არამედ ფონდის წევრებისთვის სასურველი პირობების შეთავაზებაა. ნელ-ნელა გვემატებოდნენ ადამიანები, ზოგს მაშინ არ იყო ეს განსაზღვრული რა 10 ლარი შემოქონდათ, 20 ლარი შემოქონდა, ვის რამდენი შეეძლო აი ესეთნაირად შემოქონდა. მე იზრდებოდა შესაბამისად კაპიტალი. ჩვენ აი ამ თანხებს ვიყენებდით სესხად გასაცემად. ჩვენმა აქტივებმა 2010 წლის 1 იანვრისათვის უკვე $1 მილიონ გადააჭარბა. შესაბამისად სესხების საერთო მოცულობა 1 იანვრისათვის იყო $700,000-ზე მეტი. ანაბრები იყო 730,000 ლარი. საშუალო სესხი არის სადღაც 1500-დან 2000 ლარამდე. სესხი სადღაც გამოდის 28%. ვადიან ანაბრებზე საშუალო პროცენტი გამოდის 16%. კავშირის მთავარი მიზანი ფინანსური სტაბილურობის მიღწევაა, რის შემდეგაც ფილიალების გახსნაზეც იზრუნებენ, ძირითადად ახლომდებარე სოფლებსა და რაიონულ ცენტრებში. მაშასე ახალი კომპანია ბაზარზე პირველი საკრედიტო კავშირი და ახალი ინსტრუმენტი, რომელიც მეპაიებს 50%-ით მეტ სარგებელს პირდება ვიდრე ბანკები, დეპოზიტარებს კი 17%-მდე განაკვეთებს. რამდენად რეალურია ასეთი დაპირება, ამაზე კომპანიის ხელმძღვანელი გივი კორინთელი ისაუბრებს, მოგესალმებით, გილოცავთ პირველ რიგში ბაზარზე შესვლას. მეორე მხრივ, უნებრივია ჩვენც ახლა უსმინეთ წინა სიუჟეტში, რომ 400-მდე საკრედიტო კავშირის, ფორმატის იქ საპაიო ფონდები ერქვა, შეიქმნა სოფლად და იქიდან 10 დარჩა, მართალია ყველაფერს გაუძლეს და ეხლა კარგად მუშაობენ, მაგრამ თავად ის ციფრი რომ ასეთი მცირე რაოდენობა გადარჩა, ნიშნავს რომ ეს საკმაოდ სარისკო ინსტრუმენტია მეორეს მხრივ. აი თქვენ შემთხვევაში რა უზრუნველყოფს იმას, რომ აი რისკების ნაწილი მომხმარებლისთვის იქნება დიდწილად შემცირებული? დიდი მადლობა მოწვევისთვის. საკრედიტო კავშირები მართლაც რომ ძალიან დიდი რაოდენობით იყვნენ წამოადგენლები ცოტა ხნის წინ, სულ რაღაც 10-20 წლის წინ დაახლოებით ესენი მართალია ძალიან სადღაც დაახლოებით 400-მდე. თქვენთან ზანეთ რომ ისინი ძირითადად სოფლად იყვნენ შექმნილები. საკრედიტო კავშირები მოდით ესე ვთქვათ, გაიარეს დაახლოებით იგივე ისტორია და მათ ფაქტიურად იგივე ნაბიჯები გადადგეს, რაც თავის დროზე გადადგეს ბანკებმა, სხვადასხვა სახის ფინანსურმა ინსტიტუტებმა, სხვადასხვა სახის ბიზნესებმა, რომლებიც ჩამოყალიბების სტადიაში იყვნენ, ბანკების მოგესალმებით იყვნენ 100-ზე მეტი დღეს თქვათ რამოდენიმე ათეულია, თქვათ იგივე სამშენებლო კომპანიები 100-ზე მეტი და დღეს თქვათ წარმოადგენელი შეიძლება უფრო ნაკლები იყოს. რისკენ მიდის ეს ყველაფერი? თავისთავად მიდის იმისკენ, რომ პროფესიონალები, რომლებიც უდგებიან ამ საქმეს უკვე ამ სოფლიოში ცნობილ ინსტრუმენტს, ასე ვთქვათ, ფინანსურ დაწესებულებას, როგორც არის საკრედიტო კავშირი, ისინი ახალ ხედვას, ახალ ნდობას, ახალ პროფესიონალებს გამოიტანენ
ბაზარზე და ეს არ არის აუცილებლად სოფლად არსებული და სოფელზე ორიენტირებული, ასე ვთქვათ, პროდუქტი. რეალურად საკრედიტო კავშირი შეუძლია აბსოლუტურად ეკონომიკის ნებისმიერი სექტორი და ნებისმიერი პერსპექტიული სექტორი მოიცავს. მომხმარებელთა ჯგუფი იკრიბება, რომელსაც შეაქვთ შენატანები პაის სახით საპაიო ფონდში, საკრედიტო კავშირში და შემდეგ ეს ფული იდება სხვადასხვა პროექტებში, საინვესტიციო პროექტებში და მიღებული მოგება ნაწილდება მათი წილობრივად, ასე ვთქვათ. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. ანუ რითი განსხვავდება ეს, ვთქვათ, იმისგან, რომ მე ბანკს მივეცი სამართავად ჩემი 5000 ლარი ძალიან კარგი კითხვა პორტფელის შესაქმნელად. ალბათ მეანაბრეების 100%-დან 98 ვერ დაასახელებს იმას, რომ სამართავად აძლევს ბანკს, ალბათ უფრო მეტად კლიენტისთვის, ოდესაც ბანკში შეაქვს ანაბარი, უფრო მეტად ფიქრობს, რომ ეს არის ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, ყულაბა, ოდნავ დაერიცხოს პროცენტი, სულ ისე დებას, ასე ვთქვათ, ჯობია ესე იყოს. თუმცა ჩვენ შემთხვევაში აბსოლუტურად ალტერნატიულ ხედვას ვთავაზობთ რეალურად ფიზიკურ პირებს, იმიტომ საკრედიტო კავშირის წევრები მხოლოდ ფიზიკური პირები არიან, ისინი უშუალოდ მონაწილეები ხდებიან იმ პროცესის, რასაც ქვია თანხების მობილიზება და მეორე შესაბამისად სექტორების დაფინანსება. ანუ ყველა წევრი და არა კლიენტი და ამას ხაზს გავუსვავდი. არის იმავდროულად ფლობელი საკრედიტო კავშირის, მას შეუძლია ნებისმიერ გადაწყვეტილებაში მიიღოს, ასე ვთქვათ, აქტიური მონაწილეობა და აფინანსოს საკრედიტო კავშირმა აგრომემართულება, ტურიზმი თუ სხვა პერსპექტიული, ასე ვთქვათ, მიმართულებები, რომლებიც თავისთავად პირდება საკმაოდ დიდ სარგებლებს. ანუ ფაქტობრივად თქვენ ხდებით ესე ვთქვათ, ირიბად თუ პირდაპირ პატარა ბანკირი, რომელიც რეალურად თვითონ საზღვრავს თავისი, ასე ვთქვათ, გამოცდილებით ცხოვრებისეულ თუ გნებოთ ფინანსური, სად ააბანდოს, იმიტომ ყველა ჩვენთაგანს გვაქვს, ვთქვათ, რაღაც პრეფერენციები, ამეშენებინა სასტუმრო, დამებადებინა. როგორ პორტფელს ელოდებით მინიმალისტური მიდგომით აი პირველ ეტაპზე, იმისაც რომ დაიწყოთ მუშაობა, რამდენია საჭირო? უფრო მეტად, ასე ვთქვათ, კორექტული იქნებოდა კითხვა თუ რამდენ მეპაიეს და წევრს ველოდებით საკრედიტო კავშირში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ არ არის შეზღუდვა, ამ ნებისმიერ და მაინც ჩვენი მოლოდინი რა არის? ჩვენი მოლოდინი არის, რომ წლის ბოლოსთვის დაახლოებით ჩვენ ვიქნებით სადღაც დაახლოებით 500-ნი. ანუ 500 აქტიური წევრი, რომელსაც შეუძლია ამას. ნახოთ, მოვიკითხოთ ასე ვთქვათ, ციცილებით, ცოტა მოგვიანებით. გისურვებთ წარმატებას, რეკლამის